ხალხო, ლოკაცია უბრალოდ საოცარია. აქ იქნება თანამედროვე ცხოვრების წესი, უმაღლესი კლასის კეთილმოწყობა და აი შეხედეთ, მეტროსადგური პირდაპირ უბანშია. დაიმახსოვრეთ, ეს პროექტი თბილისში ნამდვილ ფურორს მოახდენს. ტერიტორია მოიცავს 8000 კვადრატულ მეტრს გამწვანებას, სპორტულ მოედნებს, საცურაო აუზებსა და სავარჯიშო დარბაზს. პროექტს ვაბარებთ 2028 წლის სექტემბერში. საუბარია ყოველთვიურ განმადებაზე 1300 დირხემიდან, რაც ბინის მიხედვით დაახლოებით 300-იან 400 დოლარია. პროექტ ჰისნიში გამოცდილება უკვე მაქვს. მე პირადად შევიძინე 2 ბინა. შენ რამხელა ინვესტიციას გეგმა? არ ვიცი, ვისაც წარმოგიდგენიათ ხალხო, რომ ეს რაღაცა თან ეს პრობლემა შემოიფარგლება მხოლოდ იმ ორი დაგეგმილი ქალაქით, რაც არ უნდა ტრაგიკულად ჟღერდეს სიტყვა მხოლოდ ის გამოყენება დაგეგმილ ქალაქებთან მიმართებაში, ხო? სინამდვილეში პრობლემა იმაშია, რომ ქალაქების მასშტაბი არაფერი იმასთან შედარებით რა პროცესის ჩამოსახლების მომსწრენიც ვართ არაბებისგან, სხვა უცხოელებისგან, მთელი დარჩენი საქართველოს მასშტაბით. ანუ გარდა იმისა, რომ ეს ქალაქები კონცენტრირებულად ანკლავებად გვიგეგმავენ ეთნიკური უმცირესობებით ამ ქალაქების დასახლებას, ამის გარდა დანარჩენ ნაწილში, რა ქვია, საქართველოს თბილისში, ბათუმში ეხლა მიმდინარეობს, როგორც პრემიერმა აღიარა, 60,000 ბინა მხოლოდ 4 წელიწადში გაიყიდა უცხოელებს. 60,000 ბინა 4 წელიწადში, ეს არის რაღაცა კოლოსალური პრობლემა. არადა ეგეთ შემცირებული ციფრებია? ხო, ეგეც არ ვიცით, იქნებ მეტია. მაგრამ ადასტურებენ, რომ წელიწადში იყიდება 15,000 ბინა უცხოელს. 15,000 ბინა წელიწადში, 60,000 ბინა არის ქუთაისზე დიდი ქალაქი. ერთი ქუთაისის ზომის მოსახლეობა გამოდის 4 წელიწადში აქ იყიდეს უცხოელებმა. ჩასახლებით დადასტურებულად გვიდასტურებენ ჩაგვისახლა 300,000 ადამიანი უცხოელი. სტატისტიკით რა მონაცემებიც გვაქვს. რასაც გვიდასტურებენ. და რასაც არ გვიდასტურებენ, ოღონ ირიბი ნიშნებით, მათივე სტატისტიკაში რა აცდენებით, რომელთაც შეგვიძლია ირიბად გამოვთვალოთ, შეიძლება ეს რაოდენობა 500,000-საც უტოლდებოდეს, ან რამდენს უტოლდება კაცმა არ იცის, ხო? ამიტომ თან ეგ სტატისტიკა უკვე მოძველებულია. ეგ რაც დადასტურებული 2024 წლის დასაწყისში. ანუ 2 წელი. სინამდვილეში 2 წლით ჩამორჩება ეგ სტატისტიკა რეალობას. რეალობაში კიდევ უფრო მეტია, თან ამ 2 წელიწადში, ბოლო 2 წელიწადში. ტემპი გაიზარდა, ხო? ეს პროცესი ახლა იქამდეა მისული, რომ ხა საერთოდ ქალაქების აშენება საპირებენ. ასეთი მასშტაბის მიგრაცია, ასეთ მოკლე დროში არ ხდებოდა არსად. ეს არის რაღაც უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში. ასეთი რაღაც რო ქალაქები სასაშენებლად ვიღაცა მოეპატიჟებინათ, არავინს არ გაუკეთებია ეგეთი. ამიტომ საქართველოში რაღაც ახალი ხდება მაგ კუთხით. რა თქმა უნდა, იგივენაირი ტენდენცია მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან მოკლე დროში ხდება ეს ყველაფერი. აი, სულ რაღაც 3 წლის წინ სულ სხვა სურათი იყო, ეხლა 3 წელიწადში კვეთრად შეცვლილია დემოგრაფიული სურათი და ბალანსი ზოგადად აი მოსახლეობისა უკვე გადახრილია, ხო? ამიტომ ის სტატისტიკა, რომელიც დადასტურებულად თვითონ დაადასტურა ხელისუფლების სამსახურებმა, ხო? ეგ არის მოძველებული უკვე. ბევრად უარესი სურათია იმ სტატისტიკასაც თუ დაუჯერებთ, მაგრამ თან ის სტატისტიკა, როგორც მიდრეკილია ხოლმე ხელისუფლება, შემცირებისკენ იქნება გადახრილი, ხო? ამიტომ ეს პროცესი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, თუ კი რამე დაარტყავს ეკონომიკას, ახლა მაგალითად ყველაზე მეტად უყვართ ხოლმე ხელისუფლების მხარეს ამ თემაზე საუბარი ეკონომიკის კონტექსტში, ხო? ეს პროექტი ეკონომიკის კონტექსტში იქნება სრული კატასტროფა. ეს პირველ რიგში ვიღაცას თუ ეროვნული პრობლემები არ აღელვებს, ვიღაცას თუ არ აღელვებს რელიგიური, ეთნიკური, ნებისმიერი უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რაც არის ვიდრე ეკონომიკა, ხო? თუ ეგ არ აღელვებს და მარტო ეკონომიკით აფასებს ვიღაც ადამიანი, ჯერ უკვე კატასტროფაა.
მარტო ეკონომიკით. აი ხო იცით ეგეთი ხალხი, რომელიც ფულზე ყველაფერზე წამსვლელია, ხო? ცუდია, მაგრამ თუ ეგეთი ხალხი გასაგონათაც უნდა ითქვას ის, რომ ეს პროექტი, ეს მიგრაცია ქვეყანაში სინამდვილეში გამოიწვევს სერიოზულ ეკონომიკის მიმართულებით პრობლემებს. იმიტომ რომ ჯერ ერთი უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები გაჩნდება ქვეყანაში, როგორც დასავლეთს რო შევხედოთ, ახლა დასავლეთში ეკონომიკა ძლიერი იყო და წინ მიდიოდა მაშინ, როცა დემოგრაფიის და მიგრაციის პრობლემები არ ქონდათ, ახლა მიგრაციის პრობლემების პარალელურად იქ ეკონომიკა სერიოზული დარტყმა მიიღო, ხო? ეგ მოკლე დროში ვიღაცა შეიძლება მოეჩვენოს მოკლე დროში ფული გაიყიდა ტერიტორია და გაჩნდა, მაგრამ ის ტერიტორია ეგ გაყიდვა როგორი რაღაცაა? გაყიდვა არის ის ადამიანი, ვინც ჩამოდის და აქ ყიდულობს, ის კი არაფერს არ კარგავს. ის თავისი ხდება ის ფართი, რომელსაც ყიდულობს, აქ ვიღაცას არ ეგონს რომ აქ ვაქირავთ და ფულს გვიხდია, ხო? ის ადამიანი უფლებებს ღებულობს მაგ ტერიტორიასთან მიმართებაში და ის სინამდვილეში არაფერს არ იხდის. არაფერს არ კარგავს. იმან სინამდვილეში ფული რაც ჩადო, იმის სანაცვლოდ აიღო უძრავი ქონება, რომელიც მომავალში მხოლოდ გაძვირდება. ანუ არაფერი არ იმან არაფერი არ გარისკა, არაფერი არ დაკარგა. მერე მაგაზე გამოვიდა პრემიერი და თქვა, რომ ესაო, ნუ გეშინიათო აქო, გაყიდვის უფლება არ ექნებათო. აქ გაყიდვის უფლება არ ექნება, აქ მხოლოდ იმ პროექტის განხორციელების უფლება ექნებათო, რომელიც გათვალისწინებელია. ეგ პროექტი რა არის, იცით? ეგ პროექტი არის ფართი აშენ და გაყიდე. გაყიდვის პირდაპირ გულისხმობს ხო, ანუ გასაყიდად აშენება ფართის არის ეგ პროექტი. და მაგ პროექტის გარდა სხვა უფლება არ ექნება და გაყიდვა არ შეიძლება რა. მეტი რა უფლება არსებობს. უნდა აშენოს და გაყიდოს, ეგ არის პროექტი. აი, კიდე ერთი დეტალი მინდა ამ პროექტის თავარი პრობლემა არის ეთნიკური დემოგრაფიული სურათის ცვლილების საფრთხე, რომელიც იგულისხმება, თავის თავში იგულისხმება, რომელსაც აღიარებს ინვესტორი. ეგ არის უმთავრესი პრობლემა. მაგრამ ამას მოყვება ახლა დიდი ფინანსური შესაძლებლობებით უცხოური ჯგუფების შემოსვლა გულისხმობს უზარმაზარ პოლიტიკურ გავლენას, რომელსაც უბრალოდ ვეღარ გააჩერებ და ამის მიღმა არსებობს სერიოზული ეკოლოგიური პრობლემაც. ანუ მაგალითად ეკოლოგიურად არის ეს მაგალითად მიდის საუბარი, რომ აი წანისის ტყეპარკი არის თბილისისთვის ფილტვების მსგავსი ფუნქცია აქვს და ბევრი შეიძლება ვერ ხვდებოდეს რა იგულისხმება, რა კავშირშია, რატოა ასე დრამატულად მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ფაქტორი ამ მიმართულების, ხო? მოდი აი რუკა აჩვენეთ და უბრალოდ ავხსნათ რა იგულისხმება. ნახეთ, თბილისი, აი ხედავთ რუკაზე, თბილისი მდებარეობს ხეობაში. ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც მას მთები აკრავს და შესაბამისად თბილისის განიავება, თბილისის პრობლემა არის და ეგ ყველა თან ხდება და აღიარებულია, რომ არის საკმაოდ ძიმე დაბინძურებული ჰაერი. და რატოა ეს დაბინძურებული ჰაერი? ჩაკეტილი სივრცეა, გაჭედეს ყველა მიმართულება, გაჭედეს კორპუსებით და უბრალოდ განიავება არის უზარმაზარი პრობლემა. ერთადერთი მიმართულება, საიდანაც აქედან შეიძლება განიავდეს, მთებია. ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან არის დასავლეთის შემოსასვლელი, აი დიღომი იგულისხმებოდა თავის დროზე, რომ არ უნდა დიდი კომუნისტებს მაგიტომ არ გაუფართოებიათ მაგ მიმართულებით ქალაქი, რომ განიავება უნდა მომხდარიყო. კი, ან დიდი დიღმის განაშენიანება ზოგადად პრობლემა იყო ამ კუთხით, ითვლებოდა რომ იყო განიავების ერთ-ერთი მიმართულება და მეორე მიმართულება, საიდან შეიძლება განიავდეს, არის რუსთავის მხრიდან, აი სად შენდება რომ მიხვდეთ, აი ეს არის ფონიჭალა, აი ეს ადგილი არის ფონიჭალა, აი აქ ხედავთ, რომ სამხრეთით არის რუსთავი, აგე რუსთავია და აი აქ ერთადერთი სიმწვანე ეს არის ერთადერთი გზა, თქვენ რომ რუსთავისკენ მიემართებით, დიდი ველია რუსთავიდან
თბილისამდე ტერიტორიაზე და ეს ველი და შეიძლება შემოვიდეს აერი, რომელიც თქვათ დაარჩენ ნაწილში ხა რთულად შეიძლება გავრცელებადი იყოს, იმიტომ რომ კორპუსებით არის გაჭედილი, მაგრამ ხა რო წარმოვიდგინოთ რომ ეს ველიც რომელიც თბილისში შემომავალ მდინარის აი ყელში მდებარეობს, ეს ველი ჩაიკეტა კორპუსებით, გამოდის რომ ყველა მხრიდან გაკრავს მთები და გამოდის სამხრეთიდანაც ჩაიკეტა კორპუსებით, ბეტონით, შესაბამისად განიავება შეუძლებელი ხდება. ამიტომ ის სურათი, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, ხო, იგივე რაღაცა აქტიურად მიდიოდა საუბარი, რომ ერთი თვე იყო ჰაერში ხილვადობა იყო შეუძლებელი, ისეთი ის იყო რაღაც სმოგი თუ ჭვარტლი, ხო? და იქ კი მიდის იმაზე საუბრობენ, რომ რაღაცა ჰაერის ნაკადება შემოიტანა, ჰაერის ნაკადება რომ შემოიტანა, მან იგულისხმება ისიც რომ განიავებადი უნდა იყოს ასევე დასახლების ტერიტორია მეტნაკლებად, რომ მათ შორის შიგნით რა დაბინძურებასაც აქვს ადგილი, ეგეც განიავებადი უნდა იყოს. ჩვენ შემთხვევაში ხარ ასაკეთებენ, იცი? სადაც კი თავისუფალი სივრცე ნახეს, აი ეზოებში, უბნებში, ხო ჩადგეს, აი სადაც კი ბავშვის სათამაშო ადგილი იყო, აი სკოლის ეზოებს ჩამოაჭრეს ტერიტორიები, უბრალოდ გადახედეთ რა. აი თქვენ გარშემო სამეზობლოებში ნახეთ, სკოლის ეზოებს ჩამოაჭრეს, ბაღებს ჩამოაჭრეს ტერიტორიები ამ წლების განმავლობაში და აი ბაღებში და სკოლებში რო პატარა საფეხბურთო მოედნები რო ეგენი მოჭრეს და კორპუსები ჩადგეს, ხო? ეგ რისთვის იყო დატოვილი? ეგ იყო დატოვილი სივრცე, სადაც ადამიანი ბავშვები თამაშობენ, სადაც დაჯდომაა შესაძლებელი, ხო? ეხა იგივე ესა თბილისის მისადგომებთან სადაც კი თავისუფალი ადგილი ნახეს, აი ამ კრტაისის ტყე პარკის სახით აშენებენ. მოდი ჰაერი აღარ იქნება.